რიკი მარტინი. რიკი მარტინი ჩამოდის. წრეულ ბოლაზე ერთმანეთს ჩვენთან დრიფტი კაი ის ფორმულაზე ფატო პროგრამა გადაიღოთ Skyline რო გადაიღოთ ესე არ გყარებთ. ხო ხა არაფერი არ გქონდეს მაშინ ძალიან იჭერი უნდა იყო რომ ხა ჩვენ იმაზე მივიყვანო და იქ აღმოჩინო და ესე გახდეს. გამარჯობა ხალხო, ჩვენ ვართ სამარილეს არხი, პოდკასტს ქვია სამარილე. როგორ ადამიანთან ვიზავს. აუმაჯობ მაყურებელს. თქვენ უყურებთ მისაყოლებელ პოდკასტს და დღეს ჩვენი სტუმარია, იუთუბერი და შეთავსებით დრიფტერი სწორად ვამბობ? ირაკლი და შეთავსებით იუთუბერი. დრიფტერი და შეთავსებით იუთუბერი. ირაკლი შალიქაშვილი, იგივე შალიკა. მადლობა რომ გვესტუმრე. მადლობა. აქვე კითხვა სანამ უჯახუნებთ. ნასვამზე შენც უკეთ ატარებთ ხო როგორ არის? კი, მე შესაძლოა მიდევს ერთი ვიდეო ნასვამ მიმწყოლი რა. საინტერესო ვიდეოა ეგ. ნასვამი მძღოლი? რით მთავრდება? ჩემი თავი არ მახსოვს რაღაც მაგ ვიდეოში და მეც უნდა ვიყო. ნასვამი მძღოლი თქვი ვიდეოს მე უნდა ვიყო. შენ იდეალური ხარ მაგამ ბავშვი გიორგი, შენ საუკეთესო ხარ ნასვამით დარებაში. გახსოვს რა ჩავიდიდან გორიდან წამოსვლის დროს. არა. ისე მე მგონი სამართლებრივად შეიძლება დავისაჯოთ მაგის გამო. შეიძლება დაგვიჭირონ ეხლაც მაგის გამო რა ჩვენ გავაკეთეთ. თვრალები ვიყავით გორში, ბაბუაჩემთან ჩავედით, დავლიეთ. რატომღაც გადავწყვიტეთ რომ უნდა წამოსულიყავით მანქანით და გამოსული არ ვიყავი ქალაქს გამოსნელი რაღაც გვერდზე მიზის რა. მემატარებინეო. ხო არა გქონდა პრავაც არ გადაყო ორი თვრალები. მე მომიკიდა რულზე ხელი. ესე ვატარებო გვერდიდან. და არა, თავიდანვე იყო ჩანაფიქრი, ანუ არ მქონდა სულ. თბილისამდე ეგრე ვიარეთ რომ ეს ატარებდა გვერდიდან. მე ჩაფხუტები გვეხურა მანქანაში. რამე რომ მოგვივიდეს მაინც. საფხოთ გვეგზა თავი. არა, მე მქონდა გათვლა რომ მეთქი, ნახე პატრული თუ გაგაგვაჩერებ, შენ შეგიძლია უთხრა რომ ეს ატარებდაო და ძღოლი ვინ არისო რო კითხავენ შენ იქნებოდი ძღოლი, მაგრამ მე არ ვატარებდი, ანუ მიხვდი მან დაობნებდით პატრულს და მაგას გავიქავით ესე. კი, კაც. აი დასოია გამობულები ვიყავით, დასაჭერები ვიყავით და გადასაყრელები სადმე მდინარეში. არა, მე ქალაქში არ ნასვამი ამბზარ ვარ, ტრეკზე ვიყო რა, ჩელენჯი გავაკეთეთ, რომ ფხიზელი როგორ გავივლიდი და მე ნენელა ვამატებდი. ხო აჯობენ თრალის მობესკაფიც. და თვალზე მაგრა ასწავლე. ოღონდ ქალაქში არ უნდა დავუწურე იმას, მაგლებად დარდობდი და მაგ პონჩი თუ მაგრა კიდია რა, რა მოხდა რა ვაფშე არ მიგო. ბოლოს ისე შევიდა. რუიანებს ვაკეთოს მაგ. სადამდე მიხვედი დალევით. ის ხონდა ჩასაბერი და 4 და 6 თუ რაღაცა მოგდ, მაგრამ ციხეში რომ მიდიხარ მაგაზე და 4 და 6 კაი. ძალიან ასო მიყავი მაგრამ ჯობა და მანქანასთან დაჯოქი მაინც რაღაცა კონცენტრაცია მოვიკრიბე რა. მაგრამ მან მაინც ტრეკზე ხარ, ქალაქში დადიხარ უფრო ეშვები და ქალაქში დასვამი ისწავლი გამორიცხულია. ხო რა. ტრეკზე რო ხარ დაძაბული რო ხარ და რო იცი რომ ეს უნდა გააკეთო. ბიჭო, რა ტრეკზე ის არის შენ თავს უდაუშავებ თან რაღაცას რა. არა, მე ტესტის ვარიანტი ჩავამთო რა, ისე რა თქმა უნდა, არც ტრეკზე უნდა და არც სიკუნდა. მაგიო დაგვიბლოკეს ეგ ვიდეო და. მართლა? ხო, რეკომენდაციები გააჩერეს და 18-ის ქვემოთ არ ანახებს რა. სანამდე წავიდა ნახვები ეგრევე გაჩერდა იქ იმის მე რაღაცა რა. ვარ, YouTube-ს ესეთი პოლიტიკა აქვს კაცრი საკმაოდ მაგას. დალევასთან, ალკოჰოლთან. დალევასთან არა, ნასვამზე რო რაღაც საკეთე, მაგრამ ჩვენ ის ტრეკი რო დაგვიბლოკეს, კლიპი გადავიღეთ, დამბოის თუ და ის რა და ერთ მომენტში სოსისებით არის ის გაკეთებული. თავის ჩამოსახჭობი რა. და просто მომენტი არის რაღაცას ვღერით რა არ აქვს მნიშვნელობა და თავს ყოფ მაგაში და ესე ვაკეთებ. მაგის გამო დაგვიბლოკეს ვიდეო. რომ ის არის სუიციდის კადრებიო თუ რაღაცაო და სოსისებზე ვიხშო. შეიძლება პრემიო სოსისები რო იყო მაგითო. ხარისხიანი სოსისი რო ყოფილიყო შეიძლება არ დაებლოკათ. შენი აზრით აი ორი ტიპის ყველაზე კარგად ვინც ატარებს მანქანას და ყველაზე ცუდად აი რა მანქანები შეიძლება ყავდეთ რა. აი როგორ ეგ თუ მაგის მიხედვით, მანქანის მიხედვით თუ შეიძლება იცნო ადამიანი კარგად ატარებს თუ ცუდად. BMW-ში ნიკებს გულისხმობ ხა რაღაც დონეზე მაგრამ. კი, ანუ როგორ არის ეხა 100%-ზე ვერ იტყვი ესე 80%-ზე მაინც იცი ვის რა, მაგრამ ვის ტარება არ იცის, ძირითადად ყიდულობენ Mustangs. ეხა ბევრს გავაბრაზებ, მაგრამ Mustang-ი ჩელენჯი. გაბრაზებული გეყოლება შენ უკვე მაინც მანამდე სადმე. ჰიტას არ ეწყინება იმედია. ჩელენჯი იყოს და კაი 6 და 4. ანუ ვინც მანქანასთან მაინც შორს არის ხო, ჰიტა მარც დარება. ხო. ანუ ტარება ვინც არის მაინც მაგას გქონდა, რომ მანქანას აი ტარებიდან სიამოვნებას ნაკლებად მიიღებ, რა უფრო ვიზუალიდან იღებ სიამოვნებას. ანუ ეგეც ცუდია, მართლა მე მე ხა როგორ ხო, არა, ცუდი ისეთი არ არის. შენ რომ დაждე რომელსაც არ გაინტერესებს
ვერ მიხვდები რა. ხო, რა, რომ ვიზუალით აფასებ და ეხლა BMW-ში ნიკურად არ გამოვიდეს, მაგრამ BMW, Mercedes-ი, Honda, Subaru, Mitsubishi არის მანქანები, რომელსაც მანქანა რო გევასება, იცი რატო გევასება ეგ მანქანა. სიამოვნებას მიიღებთ არებისგან. ხო. ხო, ჩემი საყვარელი სპორტკარის ბრენდი გამოტოვა მაინც. შენ რომელი შენ რო გამომჩა რომ Nissan-ი ასევე ძალიან. არა, Nissan-იც ეგრე კი. ძალიან მევასება. Nissan-ი. ხო, თან შენ ხო ყავდა სპორტ. ხო, ტიდა ვყავდა. არა, Nissan-ი მეწყავს ეს ის. Nissan-ი. ტიდა ყავდა? ხო, მაშინ არ გიყვარს მანქანები, სხვა Nissan-ებს ზოგადად. არა, სხვათა შორის ზალა ქონდა. აქვე ვაღიაროთ, რომ სანამ თეთრი Nissan ტიდათი დადიოდა, რავი, რამდენი ხანი დადიოდა? 4 წელი, ხო, ალბათ. ერთხელ არ გაუჩერებია პატრულს, აი რავი, და შემოგვიდა არაჩერებენ, მანქანას არაჩერებენ, არ არსებობს რა. მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა. და მანქანას გამოვცვალე, რავი, დღეში 2-ჯერ, 3-ჯერ. ეხლა მანქანა ყავს. Renegade ჯიპი. თუ Renegade-ს გაჩერებენ? კი, სუ იმენა. რავი, სუ. საღამოს არ მამაზინებენ იმენა. მე Tesla-ით დავდივარ და ვაფშე არ მაჩერები. Tesla-ით დავდივარ თქვი? ხო. მე Tesla-ით დავდივარ და არა. რასაკი? მე გამახსენდა რითი მოვიდე და გადავხარშო. მე უფრო მგონია რომ ფერს უფრო აქვს მნიშვნელობა თქო რა. მართლა იმიტომ რომ ეს გამე თუ გახვალ აზრი არ აქვს რა ფერი იქნება უეჭველი გაგაჩერებ და ვაჟაზე თუ გაივლი ხო ეგეც გაჩერებენ და გართმევენ მანქანას უკვე მაგაზე რას ფიქრობ ისე მაგ კანონზე შეგაწუხებდა ახლა რაღაც კუთხით ეგ კანონი უეჭველი არა მე არ შეუწუხები ვარ მაგრამ მაინც შევწუხდი იმიტომ რომ ჩვენ მაინც ტრეკზე დავდივართ ხოლმე ქალაქში Tesla და ჩვეულებრივი მანქანები დავდივართ მაგრამ ну რა კანონიც არის სისურველი ეხლა რა თქმა უნდა მაგას გლუშწელი ისეთი გიყენე და მაგის გამო უნდა წაგართვა ხო ну მინიმუმ რაღაც პასუხს უნდა გცემდნენ რა რომ ამის გამო გართმევ იმის გამო ხო ხა ხმაროში გიმოწმონ რომ რაღაცა დეციბალი ზემოთ ხარ და არ შეიძლება ეგრე ხო მაგრამ ხო შეიცვალა ხა კანონი შეიცვალა კი ეხლა შეგიძლია რაც გინდა გეყენოს არა შეიცვალა არა მაინც არ გიმოწმენ მაინც მიყავთ აი მე ვერ ხვდები ანუ ხმას თუ მოეჩვენა რომ გაგაჩერა აი რა პატრულ ინსპექტორმა გაგაჩერა იცი რა თქვენი მე მოტოციკლეტებზე მაწუხებს უბრალოდ ეგ ის უფრო რა და შეიძლება მოტოებზე დარჩება მანქანები თქვენი მოტოციკლეტი ძალიან ხმაურობს გეუნება შენეუნები რომ არ ხმაურობს ან ქარხნულია რა უქნა ეგრე ქარხნულობს ისე არ ზომავენ არა აქვს საზომები ეხაც აი გეუნები გუშინ წინ რაღაც პოსტები იდებოდა რომ კიდე წაართვეს ვიღაცებს წაიყვანეს ქარხნულად დაყენებული მაყუჩები ისინი რაღაცა და ფეხებზე კიდიათ რა უცნაური რა ხო და ამოწმე ანუ მუღამი არის რომ ხმას არ უნდა ცდებოდეს არ არის ეგ ბიჭო მე არ მომწონს ახლა მაგრამ შუაღამისას რა ქვია ვიღაცა რომ ჩაივლის იქ რა ქვია რუსთაველზე გადაჭერილი იმით და რაღაცა გინდა მანქანა იყოს გინდა მოტოციკლი და გინდა ველოსიპედი მთავარი ხმაურობდეს ვაფშე არ მომწონს რაც ხმაურობს არ მომწონს ახლა შუაღამისას რო მაგას აკეთებს ბუნდიში არ გამორიცხო რომ 1-2 ჯერ შენ შეგაგინე თუ იქ შეგივლია ჩემს ხთან ბიჭო ჩემი არ ხმაურობს ეგრე ძალიან ბიჭო აი ხო მაგრამ ახლა 1-2 კაცის გამო მთელი ქალაქი არ უნდა გააჩერო ხო და ნუ ეგრე გამოვიდა რომ ადრეც ყოის მოპედებით რო დადიოდნენ ხოლმე და გლუშტის არ ეყენათ აი ესეთი ხმა ქონა განთან არ მიდიოდა არ თორდებოდა რა ის ხო ის აი სპორტული მანქანა გაივლის და ის არ შორდება რუსთავის ნებისმიერ ადგილას რო იდექი ანუ მთელი რუსთავი იყო სწორი ეს აი სანამ მოგშორდებოდა ყურიდან იმენა რა არა საერთოდ ზოგ მოპედს ისეთი ხმა ქონდა რომ მეთქი ახლა ბაიკი მოდის თქო შემო ესე ისაა თქო და გასკდა მოტორი ხო და საშინელება რაც არის საბურთალოზე ცხოვრობ რა და ის ქუჩას ღამე არის ძალიან თავისუფალი რა ჩემს გვერდით ქუჩა და ზაფხულში განსაკუთრებით ახლა ფანჯრები ღია რაღაცა აუ აი რამზეჯერ გამაღვიძეს იცი ღამე რომ აი ჩაივლია მთელი სიჩქარით გახეთქავენ მოტორს 1-2 ჯერ ავარიაც მოვიდა და ყოველთვის მინდოდა რომ გამეჭიბა ტროსი აი ეს თავისი მაღლეზე რა ესეთი ბოროტი ყოფილიყავ დანიშნულების ადგილი ნახა ეთყობა ახლოს ბაიკები რო დადიან ზემოთ რო აქვს საჭირო ხო ისეთო აქვს ტროსი ვიცი კი ვიცი გამიგია ეგ ისტორია ხო ანუ ეგრე აწუხებდნენ ხარ და ტროსები გავუჭი რასა შინელება ვის მოვიდა თავში ეგ აზრად ეგ აზის მეგეთ სიბოროტე მეგეთებს არ ვიცნობ არავის აი როგორც გამოცდილ მძღოლებს შენ რამდენი ხანია მანქანას რას ატარა მანქანას ვაზიوار ხო აჯი ხარ რავი შენ აიღე 20 წლის მე მგონი არა 18-ის ვიყავ არ იყავი 18-ის აი 18-ის იყავი რა მიშო შენ მე 18-ის გავხდი და ეგრევე რამდენის ხარ ახლა 37-ის ნუ გამოცდილება გაცილებით უფრო მეტი აქვს ვიდრე შენ გაცილებით არა მაგრამ მეტი მე არ მაქვს პრობლემა არა ხო და როგორც გამოცდილ თქვენთან აქვს კითხვა ის თბილისში ყველაზე მეტად რომელი ადგილი ან თბილისის რა უბანი გეზიზღებათ მანქანის სატარებლად ყველაზე მეტად თქვა ეგ მაინტერესებს
საინტერესო შეკითხვაა ჩემი აზრით. რომელი ერთი მე როგორც ტაქსის პასაჟირს დიდად არ მაწუხებს არც ერთი უბანი ვზივარ ჩემთვის პასაჟირი. ანუ საცობების ვარიანტი თუ ზოგა? ანუ ცუდი გზა სადაც არის. ცუდი თქვენი განსაკუთრებით. ყველაფერი გაერთიანე ერთი. აი თუ ხარ დაკვრებული პეკინიდან ვაჟაზე რო გადიხარ, ხო არის სამი ზოლი და ტიპი შეიძლება მესამე ზოლში იდგეს და პირველ ზოლში გაგიჩნდეს. ანუ თავის ზოლით არავინ არ გადის რა. და აი მაგაზე ვიჯდი. მე მგონია რომ ვერ გახვალ მანდ სწორად რო რა, არა გახვალ, მაგრამ ყველა გასვაზე ვცდილობ რომ ზუსტად არა, კი, გახვალ. ჭირს, მაგრამ ანუ ძალიან უნდა და პირველში რო ხდება, ძალიან ცუდი ის არის. მე ვაფშე მთელი თბილისი მეზიზღება ამ მონაცემებით და ამ მომენტში, იმიტომ რომ ვერ დადიხარ ფაქტობრივად დღეს ქალაქში. აუ, მაგრამ რა იყო, იცი ხა აღდგომები რო იყო და ცარილი რო იყო, რაღაც ღიროს წავიყავე და რაღაცა ნიხვატკა მქონდა რომ სადღაც უნდა გავიჭერა რა. რატო ეს თავისუფლად რატო მოზრა? მართლა ისე ვიყავი რომ მეთქი. ვახტი გამოსულიყავი დასავლეთისკენ საცობები იყო რა თქმა უნდა. ქალაქში ავტობანზე ყველგან მაგარი საცობი. აუ, რაღაცა ვიდეო როდეს უჭო სად არის არ ვიცი რაღაც უცხო სკროლით ვა. არ ვიცი რომელი ქვეყანა არის ეს ვიდეო რაღაცა ესე შემოსახვევია რაღაცა შემოუხვევ და პარკინგია რა და ორი ზოლი მოდის რა და მე აქ ერთი პარკინგი გრძელდება ერთი ჩვეულებრივად გზას მიყვება და ძალიან დიდი საცობია ესე ვაფშე იმიტომ რომ ვიღაცას ყავს წინ დაპარკინგებული და ეს მანქანები არიან ამის უკან მიმდგრები შეჩემ ელოდებიან როდის წავა ანუ ვერ ხვდებიან რომ ის წინ პარკინგის ის არის ვიღაც ერთი ჩუვაკი გამოდის გაივლის ჩვეულებრივად პროსტა აქ მეორე და ვერ მიხვდი ისე გონათ ის ხო საცობი გონია ორი ზოლი იყო და ხო საცობი გონია ხალხს და ის არის რა ქვია ჩვეულებრივად ძალიან გენიალურია იქ არის მაგარი ნახაზები ძალიან აი რა რა ტარდებს მაგარია. და მან სკროლით ჩავივლედი აი გვერდზე ბორდიურზე ესე დინამოსთან არის კიდე ბაზრისკენ რო შემოუხვევ თუ რა ქვია მაგ ქუჩას არ წერეთლის აქეთ არის დინამოსთან რა ბიჭო დახაზული არის რომ ესე მარცხნივ უხვევ ამ ზოლიდან არის პირდაპირ წასვლა მარტო ანუ აქედან თუ პირდაპირ გაივლი და ჯარიმდები წესით და ამ ზოლში ისინი აწყვია რა ქვია ხილს ყიდის ვიღაცა იმინა ზოლში ნახევარი ზოლი იმინა ჩამწკრივებულია ყველაფერი საერთოდ ან ერთი არა რამოდენიმე ის არის მაგის მუღამს ვხვდები ხო აალაგებინეს და დახაზეს დედაფეთქებული სხვანაირად დახაზე მაინც უნდა გამოვიდეს დაალაგოს ისე არა ეგ ფილმისთვის ამზადებენ რომ მე მანქანამ გაიაროს და ეს ახავს და ნუცუბიზე არის ეხა მესამე პლატო ლისტიდან რო გადადიხარ მესამე პლატოზე ერთი ზოლი მიდის და მან ნაგვისურნები დევს და ვერ გაივლი რა ან პროცო გადადიხარ და ის გადიხარ ხო ძალიან ბევრი ადგილია ეგეთი აი ძალიან ქალაქში ძალიან ბევრს გავიხსენებ სადაც პროსტა დაარღო შანსი არ არის რო არ გადაიმასქნა რა აი არ არსებობს ღორაზის ხევზეც რო ადიხარ მარცხნივ რომ მიდიხარ მელიქიშვილისკენ ну შანსი არის ავტობუსი რო შემოდის მაგალითად თავის ლაინში რა არ არსებობს რომ შენ აქეთ ბასლაინები არ გადაკვეთო რა ანუ ვერ შეხვალ ნორმალურად მე აქედან სხვა მანქანა მოდის შენ უნდასი გადმოდის და ბოლოს შენ ადიხარ ავტობუსთან ვადიხარ ვერ იგებ რომ ზოლში ხარ რა ხო საშინელებაა ზოლიც არ არის არაფერი არ მინდა ხოლმე რომ გავიგო იმიტომ რომ ადვილად გადიხარ მე ვიცი ესე შენს გაწმობს ვახა ბიჭო აქ როგორ მოხდა სკროლებს ვაჯარიმებენ მანქანები მე დამაჯარიმეს მართლა ასლარიანი ჯარიმა დამიწერეს სკროლზე ასლარიანი ჯარიმა ბასლაინზე მოვდიოდი და მიზეზი აი დარწმუნებული ვარ ის არისო რომ ანუ კი კანონით ალბათ მეკუთვნოდა არ ვიცი როგორ მუშაობს ეგ მაგრამ მინახავს არაერთხელ რომ უბრალოდ გაუვლიათ და არავინ არ დაუჯარიმებიათ რა და პატრულმა გააჩერა მანქანა ისე გადმოაყენა მე პატრულმაც რომ ამ ბასლაინზე რომ მოვდიოდი ლამის დამეჯახა რა მეც და მეთქი გავხედე რომ მეთქი რა საკეთე მოდი აქ გასაკეთებია რა მოდი აქ და გააჩერე ხო გავექსეოდი თუ რა მივდიოდი 20 წელი ჩემი წონით ისედაც უჭირდა იმ სკროლს და ძლივს მიუგორავდი გავაჩერებდი აპარატს ხო და მეთქი ანუ სადვია რომ მეთქი პატა დაგეწევს ხარზე რომ დაგატებს უკან ათი პატრულის მანქანა და ეს არა ხო და პირველივე აღმართი ეგრევე დამიჯერა რომ კითხე რომ მეთქი ანუ სადვია რომ ანუ რეალურად არ არის მეთქი დახაზული და ნუ ღამის 3 საათია თუ რაღაცა არ არის მეთქი არაფერი დახაზული ველობილიკი და მაშინ ტროტუარზე ბიჭო ტროტუარზე უარესია ვიღაცა რომ გადმომიხდეს მეთქი ადამიანს რომ დავეჯახო აქ მე მაინც განვიწირები თუ მაინდა მაინც სადაც დაგაჯარიმეს ცოტა შენ მან ფეხით ვერ გაივლი ტროტუარზე ხო იმდენად ცოტა არის განასკროლით ფეხით ვერ გადახვალ ანუ იმიტომ რაღაცებს უნდა გადაახტე არა ეგ ეს არის რომ ხო პლინთუსები და ისინი ყველგან არ არის სადაც მაგ თამარაშვილი რუსთაველზე იყო ბიჭო მაგრამ მან აბა რა ეს არის შეიძლება ბევრჯერ არიან ჩვენ ვიცთან რა სწორედ ორჯერ
ორჯერ დაჯარიმებული. ერთხელ ასლარიანები. არა, ერთხელ ძალიან უნამუსოდ მოვიქეცი. დადიანიდან თავისუფლების დადიანიდან გადმოვედი და აი ესე გადავჭერი თავისუფლება, ანუ შუაში ლამის ფანტანზე გადავიარე. პროსტა ბიჭო, რავი, მე წერა თუ დავარხა цаრიელია ქალაქი მეთქი და წავალთქო და ეგრევე იქვე პატრული გამეჩით და მოდი აქა ოქრო. მეთქი ენაცვალე. ვიცი. მოვდივარ გბარდებით მეთქი. აქვე მეგობრებო, სანამ გავაგრძელებთ, მინდა რომ შეგახსენოთ, რომ ჩვენი წარდგენი არის ლუდისა, ნატურალური ქართული ტალღოვანი პრემიალური ხარისხის ჩიპსი, ასევე ჩვენს გვერდით არის ჩვენი მეგობარი ლუდი ბავარია და ალკოსფერო, რა თქმა უნდა, ჩვენს გვერდით არის ჩემო გიორგი. ყოველთვის სამითხრეს რომ ამ ლოგოს ქვევით გადმოგიტანთ, მარტივად. ცვლილებები იქნება ცოტა იმაზე სეტზე. უახლოეს მომავალში ზაროსი. უახლოესაც ცოტა ქვევით რომ ესე გადმოიღო. აქვე მინდა გითხრათ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება საინტერესო გათამაშებები თქვენთვის, გარდა ჩიპსის და ლუდის, ასევე ალკოსფეროსგან გვექნება სასმელების გათამაშება, ხოლო რა სასმელების და რა პირობებით, ამას უახლოეს მომავალში მოგახსენებთ მეგობრებო. 14 ზევით უნდა იყოთ, რომ მოიგოთ. 14 ზევით, რომელი ასაკიდანაც მე დავიწყე დალევა, მაგასაკის მაღლა უნდა იყოთ. ის არ გაქვთ ხოლმე მძღოლებს. ეხლა ეს ბაიკერად აღვიქო მე ამ ადამიანს რა. აბა მაგ 4-ხმურბლიანი ტრანსპორტი არ არის. აი, დავიდაც. ეს მინდოდა. დაუშვით. აუცილებლად რა აღდგომებზე იარა ბოლოს კარგად, თავადალში კითხე. კი ქალაქში არ დადის ის. ხო არა, ქალაქში ჩვენთან რა არის იმ ორბორბლიანი ტრანსპორტი ძალიან სახიფათოა. ანუ იმიტომ რომ მოძრაობა ისეთი არის ზოლიდან ზოლის წესებს საერთოდ არ ვიცავთ რა. და ეხა ევროპაში რო ცხოვრობდე, ევროპაში ვარ, მაგრამ ნუ შიგით რო ცხოვრობდე, მიულიდი მეც ორბორბლიანი. მე გავიგე შენ რომელ ევროპაზეც ლაპარაკობდი და მე მინდა კი ვართ ევროპაში, მაგრამ მაგას უჭერ მხარს. ხო, აქ ჩვენთან ბევრი ბაიკერი ვიცი, ვინც აი ტრეკზე ვინც დადის და გაზავს, ისინიც ქალაქში მაინც ავტომობილი გადაადგნენ, იმიტომ რომ მე ჩემს წარმოდგენია რომ იმოძრაო და რაღაცა შენ შეიძლება კარგად მიდიოდი, მაგრამ ვიღაცა ვერ დაგინახავს რა. თან ეს ბასლაინში სიარული ეხლა რასაც ვაკვირდები, ბასლაინში ისე გადმოდიან ზოლში. აი შესახვევები სადაც არის, რომ ბევრი მოპედი გუნდში მოუყევი ლამის ფეხის გარეშე რო დარჩი და ბაიკის იმან რო გადაარჩი და შემთხვევა ყველას აქვს რა და გააჩნია როგორ დამთავრდება ნუ ჯვარი წერია ყველას მაგრამ რისკად არ მიიღის მიჩვენია ვიდგე 1 საათი ვიდრე რაღაცა ისე დავიზიანო რომ მე ახალგაზრდა დამიჯახა ხა მანქანა ისინი მიყენია პროსტა დუგე მიყენია და მაგრა დამიცვა მაგან თორე ორივეჯერ ახალგაზრდა მომივიდა ერთი და იგივე იმ არია რომ მე შეიძლება მოუარება მე მეორე ხიდის ქვეშ გავგიჟდი ერთხელ აქეთა ფეხი არ მიქნებოდა ერთხელ აქეთა მე ავტომატიკას ვნახავდი ანუ ხელზე გადავставდი რამეს ვიზავდი. არა ხო, უყურადღებობის თემა ძალიან ხშირია. მე ხო სკროლზე დამეჯახა სამჯერ ლამის მანქანა და აი კიდე სკროლზე ისე არა რომია რომ ვაფშე რა იქნებოდა წარმომიდგენია. ტრანსპორტი რო გავდა შეუწყდა. უეჭველი ალეცინე დამტრებული ვიქნებოდი ის. სკროლზე პროსტა მივდივარ აი ჩემთვის პატიოსთან და ბიჭო თან ხედავს ანუ უეჭველი მხედავს ეს ტიპი რა. იმიტომ რომ ჩემს უკან არის და ლაინზე ვარ და მწვანე ვარ და აი ყველანაირად მე უნდა გავიარო რა და არაფერი არც სპეციალურად გავიხედე უკან რომ მეთქი რამე ხო არ მოდის იმიტომ რომ ჩასახვევი იყო მანქანის რა და გავიხედე დავინახე ეს მანქანა ციმსიმა არ ქონდა ანთებული და აი კაგრას ხო ის მაქვს ჩაჭერილი მაქვს და წავიდა და მოუხვია ჯიგარმა და აი პროსტა დავატორმოზე რა კიდე კაი სკროლს არა აუზანა აი შალიკა ძალიან პატიოსანი მძღოლი არის მე წეგანაც ვნახე რომ ისე წყნარად ჩვიდა და პატიოსნად ატარებს რომ რა მოხდა რაც და შემოსახვევს იქით პარკინგთან იდგა და მოიწევს მანქანები გაივლიან წამოვალ წამოიდა პროცესს ხო მაგრამ მანქანები გაივლიან რომ ხედავ არის ხო მოძრაობა გადაკეთილი ხონდა იქ პატრულს და მაგიტო შემოვედი ვერ კიდე გინდა დაიჯერეთ კიდე არ დაიჯეროთ შეიძლება რანომერი იყო მანქანა მე ამოვანათებ ყურადღება რომ მიაქციო ცოტა აი სხვათა შორის მოპედებზე ხო ყურადღებით ვარ სარკეებში ვიყურებ, მაგრამ ზოგჯერ ისე გამოხდებიან ხოლმე რომ მეც გამიმაზია რა. იგი იმიტომ რომ შენ უკნიდან გამოდიან რა, სწორად რომ მოდიოდეს, სარკეში ყოველთვის დაინახავ, მაგრამ ჩვევა რატომღაც არის, ჯერ უკანა ჩაუდგე, მერე გამოხვალ რაღაც, აი მაგას აკეთებ ხო. საცობშიც რო იდგა გადახურინა, შეიძლება სხვა მანქანის უკან იდგეს, უკანა მანქანის გვერდით და იქ ხო, აი რაღაც უცნაურად გამომდის. აი ეს დიდები რაც არის, ჩოპერები რაც არის, შენ ჩოპერი რა ხარ ხო? არა, სტრიტი მყავს. სტრიტი. ანუ ჩოპერები უფრო უსაფრთხო, იმიტომ რომ ხმა გესმის და საიდან გიტევს არის რა. ხმა გვიკრძალეს. ხმა აუგზალეს ეხლა. ხო, ნუ უფრო სეიფტი იყო ეგ რა.
მაგის პონჩი ხო. თან ვერც დაძვრები ახლა მანქანებს შორის. დაძვრები. ხო, მაგრამ ნუ იმდენად ვერა ახლა და. ნუ ხედავ ატარებ რა. ხო. აი გერმანიაში შეცოდოთ ხარი მესამე და მეორე ზოლს შუა აქვს მოტოციკლს და ყველამ იცის რომ აი მან უნდა გაიაროს მოტოციკლი. ჩვენთანაც ეგრე იყოს რამე ზოლი თქვან რომ მესამე მეორე პირველ შორის არის იცი რომ იქ დაელოდები რა და სუბტილად ხალხი ვინმე არ გისმენდეს ახლა კიდე რამე ზოლი არ დაამატო თორე გავიშალა არა ზოლი რა ზოლების გვაქვს აქ მანდარი თუ ის კიდე ზოლია არა ჩვენი ანუ ცალკე კი არ არის გამოყოფილი უბრალოდ იციან იცი რომ ჩვენი თემაც არის ბიჭა ის რამდენი მინახავს რომ ბასლანში მე რომ დავდივარ მაგალითად რა დავდივარ ავტობუსის სიჩქარით დაახლოებით იმიტომ რომ ვიცი რომ მაგარი აპასნია რა რომელი მოსახვევიდან ვინ გამოვა ვინ შეუხვევს სადმე რაღაც ყველაზე აპასნი ადგილი არის ბასლაინი რა თუ იმ სიჩქარით არ დადიხარ რაღაც ნელა აუ ვიღაცა რადგან სარიელია აი რა მოსვეჭით მიდიან ხოლმე და რაღაცეები და მე რაღაც მოხდა ვიტყვიან ისე გერმანიასთან შედარების ამბავში მსგავს რაღაც გამიგია ყოველ შემთხვევაში რომ მაგიტომაც არ იგვიანებენ გერმანელები არასდროს არსათო იმიტომ რომ ავტობანზე აქვთო მიდი იფრინე რასაც ჩვენთაც გინდა არა ეგ მომენტი გერმანიასთან მოწესრიგებული ხალხია და Google Maps ჩახედავს და ეგ დრო რო უწერია სწორედ ევროპაში Google Maps-ში გიწევს იმ დროზე მიდიხარ ჩვენთან სუარეულია რა ხო ჩვენთან იმის მიხედვით არის ბას ჩემ შემთხვევაში ტაქსი ბასლაინი გამოვიძახე თუ არა ანუ თუ ბასლაინი გამოვიძახე 18 სერია მივდივარ 14-13 წუთში გააჩნია საიდან სა. მაგრამ ჩვენთან კიდე რა უნდა იყოს სულ მინდა ხოლმე მაგის რომ თვითონ ხალხის პრობლემაც არის რა. აი ყაზბეგზე მაგალითად რომ პავლოს ანუ საცობია თუ არ არის საცობი, მაინც იგივე დროში ფარავ მაგას, იმიტომ რომ ვიღაცა ტიპი მარტო შეიძლება ვიდეოდეს და ტელეფონში იჩდეს, ან იმაზე შუქნიშანზე ისე დაიძრას, რომ მე არ მეჩქარება რა. ხო. და შენ უკინა გეჩქარება კი ანუ გინდა რომ არ გინდა რომ პავლოზე მანქანაში გაატარო ნახევარი დღე. და ეგ პრობლემაც არის რა. ერთმანეთის ჩვენ ხელში არის შეგვიძლია რომ ეგ დავაჩქაროთ, სხვა ვებს ვერ იზავე ხა, ხიდს ვერ ავაშენებთ ჩვენ და ვაგუშენებენ კაია და ისე ეგ პრობლემა სულ არის, იმიტომ რომ აი საზღვარგარეთ წვანე აინთება და ეგრევე გარბია. და ჩვენთან ელოდები ტიპს როდის გაიღვიძებ შეგინე ხიდებსაც დაამატებენ ახლა. მე არ ვიცი და მაინტერესებს რა ხდება საქართველოში აი ავტორბოლებზე, დრიფტზე, რაღაცებზე, რა დონეზე ვართ, რამდენად ბევრი მრბოლელი არის ზოგადად. შეიძლება თუ არა ახლა ხვალე ჩემაშვილო რომ მითხრას რომ მამა მანქანის ტარება მინდა კარგად ვისწავლო, მივიყვანო სადმე და ვინმე მასწავლოს რამე არის სამაგისოთ. თუ ისე ის რა ქვია, ძმაკაცურად ვიღაცას მეთხოვო რომ რომელი მოგაქვს. ეხლა სოთაშორის ფედერაციამ გაკეთა კაი პროექტი გახდი მრბოლელი და შეგიძლია მანქანა არაფერი არ ყავდეს და ბავშვი მიიყვანო იქ რაღაცა ტესტები არის და მე იქ თუ გაიმარჯვებს მე უკვე ფედერაცია აფინანსებს და ანუ ძალიან მაგარია რა ეგეთი ამე არსად არ არის მე მგონი ევროპაში არ არის ხო მაგრამ მაგისტვის რომ მოამზადო ბავშვი ეგ თუ არსებობს რა ეგეთი ნუ ეხლა ავტოსპორტიც როგორ თემაა ავტოსპორტში ფული გინდა ფორმულა 1-ის მბროლები ან ნებისმიერი დიდი მბროლელი ვინც არ უნდა აიღო მამამის მაინც ფული ქონდა იმიტომ რომ ეხლა ფეხბურთის ბურთს უყიდი დარბის და იქ მანქანა უნდა ტექნიკა უნდა და თან ტექნიკა ძალიან ძვირია ცოდნა უნდა ეგრე არის და თავისი მექანიკოზე ეს ყველა ანუ ყველა სპორტში მაინც არ ჭირდება ეგეთი აი როგორც ახლა გოლფი ხო ღარიბი ტიპი ძნელია რომ გოლფი შეჭნო ახლა მოედანზე ვერ შეხვალა იაფი არის ჩოგბურთიც ეგრეა ხო გაჭირებული რადო თამაშობს ხო და ავტოსპორტში მით უმეტეს უფრო ეგრეა იმიტომ რომ ტექნიკა გინდა თან ტექნიკის ცოდნა გინდა მექანიკები გინდა როგორც მინიმუმ გარაჟი ხო ხა არაფერი არ კონდეს მაშინ ძალიან იჭერი უნდა იყო რომ ეხა ჩვენ იმაზე მიიყვანო და იქ აღმოაჩინო და ესე გახდეს მაგრამ ძალიან რთული არის შეიძლება თავიდან არ გაუმართლოს რაღაცაში ყველაფერში გამართლება გჭირდება ფორმულაში ქართველი რო ფორმულაზე მოხდეს ფორმულა 1-ზე ძალიან რთულია ჩემი აზრით წარმოუდგენელი იმიტომ რომ საქართველოს პატარა რომ ქართველი ტიპი იქ არ უნდათ რა აი არც აწყობთ იდეაში ხო ხო იმიტომ რომ აი როგორ გითხრა თოფურია რო ჩხუბობს იმასაც რომ მოთხოვეს რომ ესპანეთის დროშა ქონდა რომ ესპანეთი ჩაერთო და იმდენად პატარები ვართ რომ ფორმულა 1-ის იმხელა ბიუჯეტი აქვს და სხვაგან არიან რომ ძალიან გაგვიჭირდება ეხლა რეალური ჩვენ რეალურ ცხოვრებაშიაც არის დრიფტი ფორმულა 1-ის მე მაინც პოპულარობით დრიფტი მოდის და საქართველოს სხვათა შორის კაი ლეველზე ვართ. ეხლა წელსაც იწყება ჩემპიონატი და ბევრი არის ჩართული. ნუ წრიული რბოლაც არის, გამართის დაძლევაც ეგეთ რაღაცები, მაგრამ ყველაზე პოპულარული მაინც ფორმულა 1-ის მერე დრიფტი არის, რაც ჩვენთან ძალიან განვითარებულია. ხო, მაგრამ დაფინანსების კუთხით მგონია, რომ თითქოს უფრო მეტი დაფინანსება არ ვიცი ახლა რეალურად ჩახედილი არ ვარ, მაგრამ რასაც ვხედავ
არა როგორც არაპროფესიონალი. ძალიან გვიყვარს ქართველებს მანქანები, სწრაფად სიარული რაღაცეები და ჩემი აზრით გაცილებით უფრო მეტი ადამიანები უნდა იყოს დაინტერესებული რომ დააფინანსოს ექსპორტი რა. რა და რა სიტუაციაა ვაფშე მაგ ამბავში. აი როგორც YouTube-ზე არის სპონსორობაში სიტუაცია. იგივე ამბავში არის. ხო, ანუ ავტოსპორტს აი ნახე სეზონი გიждდება სადღაც 300-400,000. ანუ აი სპონსორის ხარეს რო გადახვიდე იმისაც ხონა გაიგო. 400,000 ჩადოს ტიპმა. 400,000 რა. რუბლი? არა, ლარი რა, ხო და აი საქართველოში რო დოლარი ერთ კი. საქართველოში რო იარო და ну ერთი ევროპაში გასვლები რო ქონდეს, ეგრე გიჩდება და ძალიან ძვირია. ეგ მეგეუნები როცა უკვე მანქანა აწყობილი ყავს, რომელშიც $200,000 გაჩადებული, გუნდი ყავს, ის იმათ ხელფასებს და ყველაფერს თავი რო გაანებო, თვითონ აი სუფთა სეზონი ეგრე გიჩდება. ძალიან ძვირია, მაგრამ უბრალოდ ტრეკი რაღაცა გამზადდა და თემა და ხო, მაგრამ ნუ სპონსორებიც არიან, ეგრე არ არის როგორც არ არიან არა, მაგრამ ისე რომ მე არავინ არ ვარ და რაღაცა გავხდები, არავინ არ გაძლევს. უნდა გახდე, შენი ფული უნდა დახარჯო, ინვესტიცია უნდა გააკეთო. ხო, მე შეიძლება ჩადოს აკაი. ხო, და მე შეიძლება რომ დაბალანსდე. იქიდან ფული მაინც არ დაგრჩება რა. იმიტომ რომ მილიონის ამბავში როგორ ესწრება ის? ბევრი ხალხი ესწრება. და დრიფტზე დასწრება დიდია. ხო. კი, ყველა დასწრება დრიფტს აქ, რომ დრიფტი როგორ იცი, ერთ ადგილას არის და მაყურებელი რომ მოდის, რო ჯდება, ყველაფერს ხედავს. აი ფორმულა 1-ზე მაგალითად რო წახვიდე, გაივლის. ფორმულა 1 ცოტა ისე შევადარე, მაგრამ აი რალიზე ან წრეულ ბოლაზე ერთგვარ უნდა გეთქო, ჩვენთან დრიფტი კაი ის ყლები. ბიჭო, ფორმულა სხვათა შორის ავტო ან ხوارენ ავტომოყოლები და მრბოლელები უფრო ნაკლებად უყურებენ ფორმულას, ვიდრე ნუ აი ფორმულა 1-ს 80% უყურებს, ვინც ავტოთემაში არის. ანუ ფორმულა 1 სხვა რამეა რა. ანუ ძალიან წინ არიან. ანუ ისე წინ არიან და ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რაც ჩვენამდე შეიძლება არც მოვიდეს. ხო, იმიტომ რომ მაინც ტესტია, მაგრამ ეხლა წელსაც მოხდა ფორმულას არ უყურებ თუ არც ერთი. მეც არ ვარ, მაგრამ ეხლა ბატარეებზე გადავიდნენ, ზოგს ბატარეა უჯდება, ზოგს ისა და წელს შემგარშემო აი 10 კაციდან 7 კაცმა სათავედ ყურებას თავი დაანა. მე მანქანებში რა შესვერგვები არის, აი დისკს რომ მომიტან და თერმოსაღებავით არის შეხები და ამდენი დაждდება გაწმენდა და რა პესკას რო იზემაქვს ნამუშევარი და მაქედან გამომდინარე. მეც კი რა. აქტებიდან გამომდინარე ვარ. მეც კი ეგა ბერმანის ჟანგია ძმადა ექს. რომ გაიწვე შეიძლება გახვრიტოს და რაღაცეებს გეტყვი, მაგრამ დისკებზე ხარ ნამუშევარი პესკას რო იზო. ყველაფერი რა მანქანები გაწყობილი ისინი რა ქვია, ბევრი რაღაცები. მაგრამ ძალიან რთული ცხოვრება ქონდა. ხო, საინტერესოა. ის მოხს გაწმენდილი თავიდან ბოლომდე. ეტონის მანქანა ეს. უკანა ბარაბანი. როგორი მხიარული დღე იყო, იცი, ეს ვიდექი და დაახლოებით 5 საათი, 6 საათი ეგრე. ხო და ბევრ ქვეყანაში ხარ ნამყოფი და სად არის ჩვენზე უკეთესი ხა წარმომიდგენია და ბევრ ადგილას, მაგრამ ჩვენთან ჩამოდიან ადგილას, სადაც ჩვენზე უარესი სიტუაციაა მაგ კუთხით. მეზობელი ქვეყნები ხო ჩამოდიან ჩვენთან რომ და აზერბაიჯანში და მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს ფორმულა აქვს, ფორმულა 1-ს ატარებს. ავტოსპორტი თითქმის საერთოდ არ აქვს. სასუნხეცაც არა, მაგრამ მე ხა მაგათ თუ შევედრებით, მაგრები ვართ. მამის იქით რომ გავხვიდე, აი ხა აზიის ჩემპიონატზე მე რასაც დავდივარ, ყაზახეთში ტარდება. ხო. და იქ სასწაულია. ანუ ევროპაზე მაგარია ჩათვალე. მე მაგრამ აზერბაიჯანი ისე გამიკვირდა, ხო, მეც გამიკვირდა. ავტოდრომიც არ აქვს აზერბაიჯანს. მართლა? ვარა, უცნაურია. ანუ ფორმულაში ხარჯავენ ფულს, იმიტომ რომ ეს პოპულარიზაცია და მე მგონი ყარაბაღის თემა რო გაეправებინა ცოტა სახელი მოიხუჭეს. ფორმულა 1-ის თემა უფრო ის არის, ხო, ქვეყნის პოპულარიზაცია ვიდრე რაღაცაში და ის. ხო, მაგრამ იმ ხელათანხები ჯდება ეგ და იმ ხელათანხების რო მათქო სპეციალური საფარიც უნდა იყოს რაღაცა. არა, ქალაქში არის წინა დღეს იმიდა ჩვენ ტაქსი დადიხარ მან და მანქანა და. რას ვამბობ? მე მგონია რომ იმენო ტრასაც სპეციალური საფარით უნდა იყოს და არა, სპეციალური არა, კაი დაგებული ტრასა არის, თორე ეხლა რაღაცა სასწაული. კარ უნდა იყოს რაღაცა. პირველად თუ ჩატარეს ხო იცი რა პრობლემა იყო 4 მანქანა დაიმტრო მე მგონი ის ჭები ვარდებოდა თქო მე მგონი ეგ პრობლემა იყო როგორც მახსოვს რაღაცა ის რა ქვია იქ რო გააკეთეს ჭავჭავაძე რო გააკეთეს ფორმულასთვის აკეთებენ ჭების ის რო დაავიწყდათ გაჭრა გახსოვს თავიდან რო გადააგეს ვაფშე არ მინაჭა ხო ეგ ფორმულა ხო ჩავატარო და კაი გადავიფიქრე არ გჭირდება აქ ეხა რო ტარდება რამე დრიფტი რაღაცის გამარჯვებულს რა ხვდება რა არის რამე ფულადი პრიზიც არის მე მაგალითად მოტო დრაგის ის ვიცი რომ ჩატარდა პრიზები იმდენად სასაცილო იყო ჩემთვის რავი ეხა 200 ლარი რაღაც ხო დრაგზე კიდე უფრო არის პრიზები იმიტომ რომ ბევრი მონაწილეა და ბევრი საწევროა და ბევრი მაყურებელია და ხო მაგრამ პრიზები არ არის საერთოდ არა ხო
ეხა შარშანი იყო პირველ რიგზე 5000 ლარი და დრიფტერი იმ დღეს 10000 ლარის მარტო საბურავს წოვს. ხო, ანუ მაგამდე მაგდრემდე რომ მიხვიდე, წინ 1-20 დღე გაქვს, სადაც საბურავებს წოვ. ხო და ანუ ეხა ძალიან განვითარდა რა. ხო, მაგრამ ეს ანუ პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ უბრალოდ იმით რა, საკუთარი სპონსორებით მაინც. ეხა ძირითადად ვინც ეს ტოპ პილოტები ვინც დადიან, ყველას მაინც სპონსორი ყავს. თან ავტოსფეროში ხა ბევრია ზეთია, ის არის. ჩვენ გვიყვარს თან. ანუ ქვეყანას რა ვიცი, მანქანები მაგრა გვიყვარს. მაგა ეგ ვთქვი, მაგრად გვიყვარს. ცოტა დაფინანსება ვერ არის სატრადო დონეზე. მაგას ანუ საკუთარ მანქანას მოტოციკლებსაც რასაც უყურებ, აქ ყველა ძალიან უგulis რა, მაგრად გვევასება, მაგრად кайფობს მაგით. სანამ ზეთ ჩაასხავენ, რავი, იმას რა ქვია, ერთ 5x კითხულობს ხალხი, რომ აბა ეს როგორ ხდება ის რაღაც 40 ჯგუფში პოსტავენ და მაგის მერე ასხავენ ხოლმე. ხო, მაგრამ მეორე რა იცი, უნდიში აი მოტო, რამდენი მოტო დადის, ხო? და მოტოს რბოლა რა დადება ხოლმე 5 კაცთადი საყურებლად. ეგ ხო. ხო, ანუ მე ვაფშე არ დავდივარ მოტოთან, მე ვდგევარ ხოლმე იქ და ანუ ეგაც არის რაღაცა, აი საზღვარგარეთ არის კულტურა რომ აი ტრიბუნაზე მიდიან, ანუ რაღაც საყურებლად მიდიან, ოჯახით ეს ჩვენთან ეგ კულტურა არ არის, ეგ კულტურა განვითარდა. აჰა. გარემო გვაქვს, ყველაფრის ის გვაქვს. ჰოტდოგები არის? ყველაფერი არის. რესტორანიც არის, ჰოტდოგებიც არის, ლუდიც არის, ყველაფერი არის. ცოტნეც. მაშინ წამოვიდე ეთქვა რა. ლუდი და გეცხო. მე ხო, ანუ ყველაფერი არის, უბრალოდ აი რაღაცა არ ვიცი რა. მე ვამბობ რომ პოპულარიზაციაში შეიძლება ცოტა განსხვავებული მიდგომა. პოპულარიზაცია ხო, მაგრამ პოპულარიზაცია მაინც ხალხმა უნდა მოიტანოს, ვიღაცა ხომ უნდა ჩავიდეს. ეხლა დრიფტზე უფრო დადიან, იმიტომ რომ აი დრიფტზე იმდენად ისეთი ბაბლი არის შეკრული, რომ იმენა ევასებათ ის ტიპი და ეკამანდას. ისი აი შენ არის ტიპი, რომ просто წავის შოუს უყუროს. ხო გაგიწოდებ ხა მანქანები რომ ბუქსაობენ 1000 ცხენიო ისა და ასე უნდა გევასებოდეს მანქანა, მაინც შეხედა მოგეთ. მარდოდიან რა, ეგეთი გამო. მაინც როდის უწევს ახლა უახლოეს მომავალში? ეხლა არის პირველი გახსნა არის საქართველოს ჩემპიონატის 10 მაისს. 10 მაისს მეგობრებო, ხოვთ ყველას ჩვენ მაყურებელსაც, რომ ავიდეთ, ნახოთ, გვერდში დაუდგეთ Google შემატკივრად და ესე შემდეგ. კი, ეს გამოდის. ხო, შალიკაც არის და მაისურებზე შალიკები დავიწეროთ. შალიკები და არა, ხო, იმიტომ რომ მართლა საინტერესოა. მე რავი, ეხლა მეც რომ ვერ ვერკვევი ეხლა დიდად მანქანაში და რაღაცას, მაგრამ ევასება სანახაობრივია და კაია და გვერდში დაუდგეთ ამ სპორტს, იმიტომ რომ კარგი ხალხია, ძალიან საინტერესო რაღაცას აკეთებენ და გამოადგება ისევ ქვეყანას საბოლოო ჯამში, რაც უფრო მაღალ დონეს მიაღწევს ეს ყველაფერი და ეგრე მგონია. ბენზინი რო გაძვირდა. აი, ხამდე ხო ლაპარაკ, 10 მაისს არ ჩამოსულა. მე დავდივ ვიდეოს. ხალხს მოუწოდა. ახლა ის მე ვიქნე. არა, გეფიცები უეჭველი ამ. გუნდში ხომ მოდიხარ? ხო ამიყვან მე სკროლით ვერავალ პროსტა იქ. სკროლით ვერავალ. რუსთავშია, ხო? რუსთავშია. სკროლით მან როგორ არის ხომ ბილეთები იყიდება და რამე თუ ჩამოდი. ბილეთები იყიდება, მაგრამ თქვენ ჩამოდი. არა, ის ღირებულება რაც იქნება თუ გინდა ეგეც არ ვიცი, მაგრამ ეხლა უბრალოდ ჩემ წულს შევიტან მაგ ბილეთის იმით კაცო. მეც ანუ ქალაქში ერთი მანქანა ბუქსავს, ხო, უყურებ. ხო, ხორგაიული ისე. იქ წარმოიდგინე, ანუ ორი ტიპი ერთმანეთზე არის და ვაგინებ ხოლმე ქალაქში. არა, სანუ არა, ხეზები ჩამოდი გარაგარა. ყველაზე ხშირი ფრაზა არის. აუ ძალიან ბევრისგან ვინ ჩემ გვერდზე მდგარა, ეგ გამიგია ხოლმე ძირითადად რა. ვიღაცა რომ დააბუქსავს. ხო, მე გიყიდი შენი დედა. რა გინდა? მან ისე დაგვაძინეს ოჯახში. მოკლედ თქვენ უნდა გამოიცნოთ კი ბატონო. ტოპ 10 2025 წლის გაყიდული ბრენდი, მარკა. 25-ის. დიახ. 2025. ზოგადად ყიანობაში? ხო, თითო ვარიანტი სიტყვით, ვინც ვერ გამოიცნობ, ცვალ თითო შოტს. ხომ არ დაიწყებს. ტესლა. ტესლა არ არის. არ არის? აი შალიკი ნახე. მე მოგიჭახული. ხო, იმიტომ რომ ცოტა მოდელი ხავს ტესლას და მაგიტომ. კაი, მე ვიტყვი, ლოგიკურია რომ რა თქმა უნდა Toyota იქნება. Toyota პირველ ადგილზე. რა თქმა უნდა. მოდი, მე უბრალოდ ძალიან მაინტერესებს და რაღაცა BYD BYD არის მე-6. არის? ინურებმა ხო სახე გაიძრეს. აი BMW-ს ვიტყვი მაინც. BMW არ არის. მართლა? ორივე გრამი იმასა იმენა. უფრო ისეთებს რა, საქართველოში რას ვხედავ ბევრს, მაგ ლოგიკით მიყვები, მაინც Ford-ი რა.
ფორდი არის მეოთხეზე. კაი, მოდი მე ისე ელექტრომობილზე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ შეიძლება არასწორად თქვა, მაგრამ მიხვდებით რა. აი, როგორი კითხება ეგ არის? ზეკრ თუ რაღაც რო არის, ეგ არ არის? ზიკერი? თუ ზიკერი. არ იქნება ბევრი მოდელი არ ყავს. მე ჯერჯერობით ვიცნობ ძალიან კარგად. კაი, შევროლეს ვიტყვი. შევალეთ არის მეცხრეზე. ვაუ, გაუძლებელი რა არის, ხო, აი პროსტა გაუძლებელი. მეც რაღაც გამიკვირდა შევროლეთი. Mitsubishi. Mitsubishi არ არის. ნისანი. ნისანია მერვეზე. აუ, Mitsubishi ნისანი უნდა მეთქვა. აბა შალიკ. ის ჩინური ვარი, ჩანგანგიო თუ რაღაცა ეგ არის? აფიქსირე პასუხს. კი, აფიქსირე. არ არის. ოფსანის განაცხადი შეიძლება აფიქსირე პასუხს გითხრა. არა, უნდა გეთქვა ეგრევე. არა, არ ვაფიქსირე. მეტი ჩინური. არა, მე ეგრე შეστუმას შეიძლება შეგიყვანა. არა, ვერ შეგიყოს. მე ხო ვიცნობ. Hyundai. Hyundai რა ვია. Honda არის მეხუთეზე. არის? მეხუთე. მართლა? დიახ. ხო, ნიო. ისი ფიტები და ისინი მაინც. Honda თქვი, ხო? ხო, Hyundai ხო რა. რომელი? Honda თუ Hyundai? Honda, აი, Honda. Hyundai ის გვალი არა. Honda. ხო. მეხუთე. просто არ მახსოვდა რომელი იყო და. კაი, მიდი, მაინტერესებს Mercedes-ი. არ არის. არ იყიდება, აი ნუ თანამედროვე. რომელი? Porsche. Porsche არ არის. ბალი ეს არის. კი, ხო, ნახევარი. არ გინდა ბოლომდე ნუ მოიკლავ თავს. Volkswagen. Volkswagen არის მეორეზე, მეგობრებო. მართლა? აი ეგრე რა, ეს გაოცებული ვარ. მე რატო ვიგებ ამ ორ ადამიანთან? ვერ ხვდები, მაგრამ დაიყოს მას. Porsche რა მოდელი ყავს? ძალიან დიდი დოზით ყავს ჩვენ ჩავყოლე. Skoda? არა. ო, არა, Skoda. Opel და სხვა. თალი. რა სადაც Volkswagen იყო მეთქი. Lexus-ი. თალი. სხვა შორის გუნდის მოტოები წყავს. ჟენა ეგ მინიშნება იყო. მოტოები ყავს? ოიცა. უნდა ამან თქვა, Suzuki არ იქნება. Volvo თქვა ვინმე? არ ვთქვათ? Volvo. ჯოინიშნება ახლა იმაზე ვწავით მოტოებზე Suzuki-ს გარდა არაფერი არ არის. Suzuki-ს ვამბობ. მეათეზია. არის Suzuki? ხო არ ხარ და აი ყველანაირად გამოურიცხე. ხო არა, სხვა ახლა რო ფიქრობდი არ არსებობს სხვა და მაგრამ მეათე Suzuki. Peugeot რა, მაინც. შალი გისხია, შალი. არ არის, მაგრამ დაასრობილი ბრენდია და ეხლა ქუჩაში რო გავხვიდე ძალიან ბევრს ნახავ რა. მე ვიტყვი Yamaha-ს. და Yamaha. და დავლევ და შალი გაიტყვის მე რაც გამოიცნო იმას. მე არ ვიტყვი Kia-ს. არ გაიგე. არა, Kia მე. მეშვიდე ადგილზეა. ო, Kia. კიდე ერთი მაგრამ. Hyundai არის? Hyundai არის მესამე. ვა. Hyundai რომელი არის? აი. დაწვენილი ჰერო არის არა, რა. ეგ ვიცი, მაგრამ აი Lantra, Accenti, Sonata. Hyundai არის? ზოდელაო გახსოვს მერი რო იყო ქალაქის? Hyundai შეიძლება უფრო გაახსენო ვიდრე ზოდელაო ამას დამიჯერე. Hyundai Sonata-ს დადიოდა იქ და მახსოვს ბავშვობიდან. Hyundai. გოგა ხაჩზე გახსოვს? Sonata. ველოსიპედი დადიოდა. არა, ხო და ეხლა ვერ ვიხსენებდი, просто რა მოდელები არის Hyundai-ისა და რომელი არის Honda-სი. აი ეგ ის ხონდა. Honda არის Civic. Civic, Fit. მაგრამ Hyundai არის Accenti, Lantra, Sonata, Coupe, Tucson. ეგ რამე ერთი ქარხნის თემაა? Honda და ისა? ხო. არა, Honda. თუ ძალიან სხვადასხვა Honda არის იაპონელი და Hyundai არის კორეელი. კორე. ის კორე ვაფშე ვიცოდი. Honda-ს ლეველი ბევრად მაღლა. ახეთ აი Honda-სი? ეგრე ჟღერს. Honda. არა, Honda-ს ლეველი ხა. Honda არის იაპონური ის კორეული, ხო? Honda ეხა, Honda-ს ესეთი მოტოციკლები ყავს, მაგრამ Honda Civic ისტორია. Honda Civic-ის ანუ ალბათ რავი, მრბოლელებისთვის ალბათ კიდე ყველაზე ის იყო, ხო? მაგათ გამოარი კანონის შემოვიწე ხა. 90-იანების ის იყო, ხო? ეგ ძალიან Civic-ი ძალიან სვეჩი რო იყო და Civic მაგა იყო. Civic ეგზაზე და რა ქვია იმები. 90-იანებში არა, 2000-იანებში 2000-იანებში გამოწეული დისკები და რაღაც ძალიან სვეჩი იყო. 2000-იანებში ძალიან მოდაში იყო. 2000-იანებში და 90-იანებში იყო. 90-იანების ის იყო, BMW ხულიგანკა. აუ, როგორ მევა Skyline ჩემთვის არის დღემდე ყველაზე კაი სპორტკარი. ეგრე ვთვლი, არ ვიცი რატომ, მაგრამ არა იქ ფორსაჟის გამო? ბიჭო, არა, ზოგადად ვიზუალურად ძალიან უწოს Nissan ძალიან მევასება ისე, რაღაც. Porsche-ის გამო მე ვარ ის ადამიანი შენ რო თქვი რომ ტარების, უკეთ მანქანის ტარების რო კარგად ვერიყვებიან და ვიზუალის გამო Challenger-ი ძველი? ხო. აი მარტო ვიზუალი, ახლა აი როგორ არის მან? კინოებმა ძალიან ბევრის გავლენა მოახდინა ტიპებზე რა. მანქანაზე ხო. მაგათ ეს Skyline-ი შეასაც ამბობ. Toyota Supra. ეგ მანქანები არ იქნებოდა ესეთ ჰაიპში და ლეგენდები, მაგ კინოებში რო არ გადაიღოთ. ხო, იმაში რა ქვია, ყველა მანქანა არის გადაღებული.
ფორსაჟი ტოკიო დრიფტში არის იაპონური მანქანები ძალიან ისე ლანსერი მიცუბიში ის არის მან ძალიან Skyline-ი არის ტოკიო დრიფტში არის აკრას მან მუსტანგზე ჯდება მე ბოლოში როგორც მახსოვს არა მან სულ იაპონური მანქანები არა მუსტანგი არ არის მუსტანგია ბოლოში სუსუ ბოლოს ამბობ შენ არა ტორეტოს მანქანით რო შემოდის ხო რო შემოდის მუსტანგი არ არის ხო ეკაცო თავის დამტვრალ მუსტანგს რო გამოუგზავნიან მართლაც ხო იქ თავში რო დაიმტვრა მაგრამ გამიკვირდა რომ რატომღაც გონია რომ მუსტანგი და ის ნისანი რომელიც მოცილე ამდენს ყავდა ეხ დრიფტში რატომღაც მუსტანგი ხო Skyline-ით არ არის DK ხო Drift King-ი DK 350Z-ით არის Z350 Nissan 350Z და მაშინ მეგონა მაგაზე მაგარი მანქანა არ არსებობდა მაგარი სიმპათიური იყო რა მე ქალაქში 328 სიჩქა მყავდა და მაგით გავასწარი ვიღაცას ყავდა და მივხვდი რომ სარიელ კინო იყო მან სხვადასხვა მაგ ფილმიდან დაიწყო მაგ ზღაპრად გადაქცევა ფორსაჟის იმიტომ რომ აი მუსტანგი დრიფტში იმას ვერ დაუდგება ეგრე მგონია. რატო გააჩნია როგორ აწყობ ხა ძალიან მუსტანგი დადიან ფორმულა 1 საქართველოში დადის სარიშვილი იუთუბერი ხო იცით? ხო, არა. დრიფტ დადის მუსტანგი. სარიშვილი? გიორგი. ბევრი მანქანა გაჰაიპტა მაკინოებით რა, მაგრამ მაკინოებში კიდე არის რაღაცა მანქანები რომელიც არ გაჰაიპტა. ანუ მაგ მანქანებმა რეალურად დაიმსახურეს ეგ აიპი და ლეგენდობა. მაგრამ ვერა. უკარო დავუნდეთ, სუპრა რო არ გადაიღოთ, Skyline რო არ გადაიღოთ ესე არ გიყვარებოდა. აი მე რაღაცები რაც მაქნა ნახე მაგალითად, просто რა ვიცი, იცი? Skyline-ი არის ყველაზე იაფიანი მანქანა, რომელიც შეიძლება იყიდო ესე. სტოკი რაც არის, თავიდან რაც არის. და ყველაზე ცოტა დაახარჯო და ყველაზე კარგი გამოვიდესო რა. ანუ რესურსი აქვს მაგ პონჩი ყველაზე კარგიო რა. მაგალითად Mustang-ზე ვიცი რომ Mustang-ის გაკეთება ძალიან პიზდეც ფასი ჯდება რა. იაპონურ მანქანები ძირითადად ეგრეა, იმიტომ რომ მართლაც ცხენები შეზღუდვა და ეგრე უშვებდნენ სტოკში რომ დაბალი ცხენი ქონდა, მაგრამ ადვილად აძლიერებდა. ადვილად ხო და იმეг ვიცი რომ პროსტა კარგი სპორტკარი შეგეძლო დაგეყენებინა, ძალიან იაფად შედარებით რაღაც იმით რა და Skyline-ი მაქედან რომ მე პროსტა რაღაც რომ დამევასა ვიზუალურად, ჩაუჯექი პატარა რაღაცებს უყური ადრე რაღაც მე ძალიან მომხიბლა რა პროსტა დამევასა. მე სპორტკარი არ მეყოლება არასდროს. მე იმაზე ვიждდები. არ არსებობს. აუდი რო მე რობოტში რო ისინია ძალიან გაფრენები რო აქვს ხო არა ნუ მაგ ფილმისთვის შეიქმნა იდეაში ეგ აუდი მე რობოტში არის ყველაზე კარგი მომენტი ბოლოს ბენზინის ძრავენ Honda CBR რო გამოყავს აი მაგაზე მაგ ბაიკაზე ვეკეტე ხო მაგრამ ის გამოყავს შეჭება რომ 2 წამში პროსტა გადახტეს და მოისროლოს ეგ ბაიკი როგორ მეკეტება ისო ეგ ფილმი მოხვდა ყველაზე ცუდ რეკლამებში საერთოდ რა ყველაზე ცუდად სადაც არის რეკლამები გაკეთებული რა Andaris Honda-s რეკლამა, ყველაზე ცუდ რეკლამაში ვაფშე ტოპში ის იყო, All Star-ის რეკლამა იყო, კედების. ხო? Will Smith-ს მან ხო ისაც All Star-ები აცვია რაღაც, ეგ იყო რომ ყველაზე ცუდად არის გაკეთებული, იმიტომ რომ აი ჩატენილია ვაფშე არაფერი არის და პროსტა შემოდებს რაღაცაზე ფეხს და ამას რო იკრავს რა. და რო ეგ რაღაცას თემა არის და ეს რაღაც ეგ იყო და კიდე რაღაცა იყო, კიდე არ მახსოვს, კიდე მესამე რა, მაგ ფილმიდან ძალიან ცუდად ისე გარეკლამებული. მუტაცება 60 წამში არის ავტოსფეროში ყველაზე მაგარი კინო. აი, აიკონიკ მანქანები არის ყველა რა. ხო, მაგას მოტაცება 60 წამში ქვია, ანუ ეგ ნავაროტკა და მაგის აწყობა არ შეგიძლია. ეგ თუ მაგას თუ აწყობ, წაკართმევენ. ანუ დაპატენტებული აქვს. მართლა? და იყო ეგეთი შემთხვევები. იმას კინოში რაც აწყეს, ეგ აიწყო კინოსთვის და მაგ ტიუნინგს დაარქვეს მოტაცება 60 წამში. და მაგის გამეორების უფლება არ გაქვს. და ნიკოლას კეიჯი ატარებს, ანუ რამე ერთი დეტალი რო შეცვალო რომ მაგალითად შეგნიდან კონდეს უკანა ხედვის ხო მისგავსებულიც თემა რა. მართლა? აი, ხარ ამგონია საქართველოში ვინმე პატენტი საქართველოში მაგას თუ აწყობ. ხო. პატენტი ყველგან მუშაობს საქართველოს გარდა. მე აქ პატენტის გამო ჯერ პრობლემები არ გამიგია. ნუ აი ხა თუ არ მიდგები რაღაც იმაზე სასარგებლო წიაღისებულზე და ვინმე ქუჩის კარიერებს თუ არ დააჯდები, თორე ისე რამე რომ გამოიგონო და დააპატენტო, მგონია რომ გიდიათ, მაგრამ Toyota-ს ის ყავს რა. აუ ის რა საზიზღარი მოდელია რა. რომელი? ხლე. RAV4-ის რო არის. ხლე რო აწერი. RAV4-ისა Camry-სა ხლე და მაგათი აი ყველასთან რო აწერია ბიჭო იმინა აი ვერე საიდან გაგახსენდა ეხლა ვისაც. ხوارამეს ვერ წაიკითხავ იმინა აწერია ზედ აი. შანსი არ არის. ვის აწერია ეგეთი მანქანაზე? კაი, ნუ გადაირია ხა ვის. აუ ბიჭო ვინ ჩამოიყვანა ეხა ვინ ჩამოიყვანა ბოლო დროს ეგ
ხლეობა გიო. ხლეობა. ეხლა ვნახოთ ვიდეო, ეს ხდება ესო ძალიან კაი ვიდეო. საქართველოში ეს ყველაფერი და რა ფენომენია ეს. საქართველო არის აღწერილი ძალიან მოკლედ. არიცით? ძალიან კაი ვიდეო. ეს ქალია საჭის. ეგ არ ვიცით, მაგრამ ძალიან კაია. მე იქ უკრიდან ეჯახება მეორე მანქანა ამ ვიდეოში. და ეს ბიჭო რა. ლეზეკილი. აი ამას რო პროსტა შედევრია. პროსტა შედევრი. კაცი იყო. აუ რა ჯიგარია ამასო 360 კამერა უყურე ძალიან ჯიგარია რა ხდება ბიჭო აი ტიპი ჯერ იმით მოდი ფიშკით მოდის მე უკან ეჯახება და მე იქ ვიღაც აუ არ ვიცი რა ძალიან კარგი მეგობრებო მოგეხსენებათ ჩვენ გვაქვს გათამაშება სადაც თამაშდება ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები აქვე სტუმარსაც რა თქმა უნდა საჩუქრის გარეშე შევტოვებ ჩალეკ ეს შენ გადმოგეცემა საჩუქრად და უბრალოდ ესეთი სიტუაციაა რომ აი ლალი არის თქვენზე ნაწყენის საშინლად რომ არისო კაი კომენტარებიო წინა ვიდეოშიო და ცოტა მეტი აქტიურობა მეგობრებო წინა ვიდეოს ქვეშ ისე გრძელდება გათამაშება იმიტომ რომ გამარჯვებული არ ყავს აქტიური წინა ვიდეოს ქვეშ კომენტარებში ნახეთ რა იყო გათამაშების პირობები და შებერეთ ამ ვიდეოს ქვეშ კიდე ცალკე გამოვალენ გამარჯვებულებს ამ ვიდეოს ქვეშ დაწერეთ რომელი სქესი უფრო კარგად ატარებს მანქანას და ვინც უფრო კარგად დააკონკრეტებს ისინი მოიგებენ ლუდისას და ბავარიას ნაკრებს ანუ რომელი სქესი უფრო კარგად ატარებს და რატო ალბათ ხო ახსნა განმარტება წარმარტივია მაგრამ ორი ვარიანტია და შეიძლება 50-50 განაწილდეს არა ახსნა განმარტება უნდა მოყვეს რა თქმა უნდა კიდე გადავიდეთ ნიუსების ამბებზე ჩინეთში უბერის მძღოლებმა დაიწყეს საშიში ფოტოების დაყენება პროფილებზე რომ ეს ვინც ამოუჭრას ის იყოს ჩინეთში უბერის მძღოლებმა ცუდი სურათები დააყენეს საშიშები შედარებით რომ მომხმარებელს გაეუქმებინა შეკვეთა და ამათ საკომისიო ჩარიცხავდათ ისე რა პროსტა ხო და ეს სურათები არის ეხლა რასაც უყურებ და რატო არის საშიშის რა გითხრა მაგრამ პროსტა 1-2 გვამს გავს პროსტა ხო ანუ თვალები სადაც აქვს დახუჭული ვინო გვამები არის შეიძლება გადაუღეს ბიძამის სურათი და იყო წვისი ის აქვს ხო დაღელები რავია ჭკვიანი ხალხია ჩინელები და საკომისიო იქ ეგრევე რო აუქნა ხო არ გეჭრება საკომისიო ტოვა იქ ეგრე არის და გათვლა მეორე ნიუსი ლალიკომ ჩაგვიგდო ისე რომ ფოტოს არ აქვს შეიძლება უბრალოდ მოგონილი ამბავია და კაცმა არ იცის მაგრამ აღმოჩნდა რომ იმაში რა ქვია იაპონიაში პორნო ინდუსტრიაში პრობლემები აქვს და გვიცის გავიგეთო კაცების ნაკლებობა აქვს თურმე სუმე ვასებოდა ეს ქვეყანა ბიჭო 10000 ქალზე მოდის 70 კაცია პორნო ვარსკვლავი ანუ 10000 ქალი არის პორნო მსახიობი ქალი და 70 პორნო მსახიობი კაცი და ეს კაცები მუშაობენ შრომენ ხელფასებსაც არ უმატებენ აში და შიმშილში არიან დღე და ღამე რა ქრა მაგაც ანაზღაურების კუთხით მე რაც ვიცი მაგალითად პორნო ინდუსტრიაში ესე არის რომ ქალები ბევრად მეც იღებენ ვიდრე კაცები და კაც ბევრად მეტი მუშაობა უწევს არ ხსოდია რო ცოტა არ ეხა ის ერთი გამონაკლისი და ახსევას ხო რა ეგ ისე სხვა სექს მუშაკი ქალი უფრო ბევრი არის ვიდრე კაცი როგორ ეგრე იქნება ლალის ესოდინება ეგ სტატისტიკა ლალი როგორ არის ეგ ანუ აი გეი პორნო რო არ არის მოთხოვნადი რა თორე შეგვარდებოდა ხალხი მაგრამ 70 კაცია 10000 ქალზე რა უბედურებაა რატო არის უბედურება ისთვის უბედურება და ისთვის ბედურება ხო არა რა საშინელებაა 70 რა საშინელება რა ესეც კიდია ვითომ ვიდადე ამა ხო ისწრელი ესექ ებულია ზღვა რაგი კაი ნიუსი იყო ყველაზე მაგარი ნიუსი იყო ეს ის არის რა ქვია ამ გოგონას რო ღიმილი მოწონდა ამ ბიჭუნასი ამერიკული გუნდის ფეხბურთის გუნდის ფლობელი რაიდერსის ფლობელი სახელი გვარი არ ხომ და არ მახსოვს თავისი გერლფრენდი ეუნებოდა რომ შენი ღიმილი მომეწონაო და არ იცოდა თვითონ თქვა ანუ ხო ნუ თვითონ თქვა რა ჩემი ღიმილი მოეწონა ღიმილი მოეწონაო და არ იცოდა რომ გუნდის ფლობელი ვიყავიო და ღიმილი აქვს არქი ღიმილი აქვსო არა მეც მომეწონა უკვე არა მართლა საინტერესო ღიმილი კი სამეო გავიღიმოთ ესე ვეცადოთ რომ ესე გავიღიმოთ მიდი აბა
რაგინ ეგრევე დაითრევ იმას. მე არა? ბიჭო, არა, თქმა უნდა კონდეს ეს შეჭრილი, თორე არ გამოგდის. ნახე, რო იღიმის, თან თვალებს ჭუტავს, ეგრე უნდა გააკეთო. ნო, ეხლა ღაბაბით უპირატესობა აქვს, ძმაო, ეხლა რასაც უყურებ. ღაბაბს ეხლა შენ აწრაგებ. ყველა მოუშვი ამ ხელა წვერი. ოხო, ესეთი ამბები გვაქვს. აი, შალიკ, აბა გამოიცანი რა ხდება. ბიჭო, აბა ვინ ეხლა თუ გამოიცნობ. და რა ხდება? ანუ ის ქალი შეშლილია ბიჭო. არა. ხო, ანუ ეს კალბატონი არა ჩალის თოჯინას თუ რა ქვია. სამშვიდობო რო შეეხა მართლა? გაყვა ცოლად იმ ჩალის თოჯინას და მეოთხე შვილის დედა გახდა ჩალის. და სამშვიდობოში მიიღეს? აი, კედელზე აწერია ხო? არა, მიიღეს ყველა ვარიანტი ფეიქია რაღაცა ფარდა აქვს უკან ჩაუფარებულია. აზო რისთვის არა, ის ნახე, ძე უდგას აშკარად. ბიჭო, რატო? ხო არის ის რა ქვია მიღებული ზომა, რომ რაზეც გინდა იმაზე იქორწინებ რა, მე მინდა თუ ტაფას გაუყვებით ცოლად, ან ტაფას მოვიყვან ცოლად, რა, რასაც მე იმას ვიზავ რა. ეხლა რავი რა, შალიკას რომ მომდეს BMW-ზე ვერ დაგორწინდება რა. არ გინდა? ხო და რა, ამ მართლებს შენ. ბიჭო, რა საგიჟეთში უნდა გაუშვა ახლა, ვერ გაამართლებ ამას. არა, ამ გალმა უნდა თქვას რა. რაზეც გინდა? ამ გალმა უნდა თქვას ეს რა ბიჭი დავკერეო. აი ეს მყავს რა. ბიჭო, ნუ თავის პონჩი ახლა. აი შეიძლება ახლა ეს ადამიანი. ვერ გააправებ ახლა. როგორ შეიძლება? ავადმყოფია რა. შეიძლება ეს ადამიანი ახლა ისეთ საქმეს აკეთებს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აი შეიძლება ეს იყოს რაღაცა ძალიან მაგარი ექსპერტი რამის ან წამალი გქონდეს რამე გამოგონებული რაღაცა. შემდეგ თემაზე რა. მაგრამ თავისებურად ხო უნდა უყურდეს ყველა რა და ეს ამ პონჩი უყურებს რა. ხო, მაგრამ ეს თუ მაჩ. ჩალის ფასი აქვს ამათ ურთიერთობა. არ მომიებას რა წამალი გამოიგონებინე სანამ ეს აკეთებს. რა უნდა ბიჭო, რო გაცოცხლდეს ახლა ის თოჯინა. შემდეგი ნიუსი არის ესეთი, რომ ბანკმა შემთხვევით ვიღაც პატრიოტიან ადამიანს შაურიცხავ 1 მილიონი დოლარი და იმას უთხრეს, რომ დააბრუნე ფულიო. რო არ დააბრუნე ფულსო, 1 წლით ჩახსოვთ ციხეშიო. მოდი გამოვიცოთ რა ქნა მაგ ადამიანმა. აი ეს წავიდა ციხეში რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. თავით შევხვდებოდი. ნუ გადათვალა თავის ხელს და წელიწადში მე დაჟე ჯერ ჩაუზდებოდი და მე ჩაერიცხათ. რამდენი თავცხეს? 1 მილიონი დოლარი. აი რატო ციხეში ყველგან იჯდებოდი? ერთ წელში, ერთ წელს სიამოვნებით ამ თანხაზე, რავი, ერთი წელი 1 მილიონზე ჩაჯდებოდი? კი. და ჟეხა რომ მკითხა შეიძლება ისე წავიდეს ცოტა ხანი. უბასო ჭამაა ხო? აი რავი, შემომიყარონ რამე ცოტა რაღაც, აი ტელევიზორი თუ მექნება და წიგნები, ოხუი წავიდა. რავი, აი მე კაი, ჯერ ჩამირიცხოს ბანკმა და მე ვიბჟელებ რა. ჯერ ჩაგიძა. მე არ ჩაჯდებიან არა ხო? აი ზართული ეხო თქვა რომ რა ჩავждდებოდი? გაიგეთონ ფული. ზემ კიდია. არ ჩავждდებოდი, მართალი ხაშალი. აი დროს მოსულები რო ახსენო, იქ კიურში ჭამ ამას და ვერ დალევა, აი. არ გვინდა ჩვენს მაო ბანკის ჩარიცხული ფული. იმიტომ რომ ჩვენს გვერდით არის ლუდისა ჩვენი წარმდგენი, რა თქმა უნდა, ბავარია არის ჩვენი მეგობარი ლუდი ჩვენს გვერდით და ალკოსფეროც გვიმშვენებს გვერდს და ხასიათს. მე ვიცი რაღაცა ადრე ვიღაცა ტიპს ქონდა, არ ვიცი რამდენად სიმართლეა და რაღაცა ვიდეო მაქვს ნანახი просто მაგაზე რომ ბანკომატს ქონდა რაღაც პრობლემა ამის კარტაზე. და ულიმიტოდ გამოქონდა. და ბოლოს просто თვითონ შეაწუხა იმან ძალიან რა, რომ აი ხა დამიჭრენ და ეს წელზე მეტი გრძელდებოდა რა. რომ ეს მამს ფული გამოქონდა ულიმიტოდ, მაგრამ პანიკა ქონდა просто და ბოლოს თვითონ მიაკითხა იმას, რა ქვია. ესეთი ამბავიო და არ მე არ მახსოვს, მეგონი ჩასვეს. შემდეგი ნიუსი არის რომ კვლევის მიხედვითო, თანახმათო მცირე საძმაკაცო ჯგუფში ერთი მამაკაცი ყოველთვის გეიაო. შენ რაღაცა დღეს ძალიან უტევდა, ხონშუდობა. მოიცა როგორ? მცირე საძმაკაცო ჯგუფშიო ერთი კაცი მაინც არის გეიო, ეგეთი ნიუსი მოგვიტანა ლალიმ და ან თვითონ უნდა რაღაც ის თქმა და ერიდება ხო? ეს საქართველოს სტატისტიკა? არ მგონია. რანაირად ვინ გააკეთა ეს სტატისტიკა ვინ მოიგონა? გაფიცებ, აი ეს არის ანუ შემოგვებული ევროპა ისეთი გარყვნილია, რომ იმას სტატისტიკამ ჩვენს დაგვარტყა. ხო, აქტუალი ხარ? კაისა. ვაგარი. კი ხარ? მარტივად ძალიან. და მე საეჭვოთ მოდის, ნახე ლალი რაღაც თქმა უნდა აშკარად.
იმიტომ რომ ამის მერე საერთოდ მოდის რომ ბიჭები რომ მომწონს და შალიკაზე რომ სიმპათიური ბიჭია მეთქი რა მოხდა. ძმაკაცებს შორის ჩახუტება კორტიზოლის 82%-ით ამცირებს უკვე რა. კორტიზოლს ამცირებს 82%, ანუ შენში ვაშკაცობა იკლებს. აუ, სხვათა სტრესის ჰორმონია. იმას დაკვირვები ხართ ჩვენ ბავშვობაში რომ ძმაკასთან ერთად რომ მიდიოდი ხელი გადახოვული ქონდა. ეხა ტიმატივს ხელი გადახოვოს ეგრევე პიდა. არა მე შევხვდა ხა იქ ვიყავ. არ ხარ დაგვრეული. გუში ვიღა ვიყავ. ხარ შემჩნევია ეგეთი ის. არავინ არ ადრე დადის. ეგრე დავდიოდი ხომ. აი ეგრე ძმაკასთან ერთად რომ მიდიოდი ხელი გადახოვული ქონდა. აი იყო ადრე და ხელის ჩაკიდებას არ ტეხავდა ბავშვობაში. ადრე ურთიერთობა იყო ბიჭო. პადრუშკა ხო ესე და ასნა ეგრე. ეხა ხელი გადამხდო მაგადავძიმდი. გაჩნია უეჭველი. დედაენაში გავიარე ის food fest-ი რო იყო თუ რაღაც რა. სპორტში ძალიან ცუდად მოწყობილი საშინელი შტაბი. ძალიან ბევრი ხო, მე ვიდეოები შემოხდა ხო მაგას. რა უკრა. ვიღაცა ორი ტიპი იდნენ და ეს ვარი უხერხულოდ ვიგზენი თავი რო უყურებდი. აუ ბიჭო, ძალიან ძველა უმდნენ, მაგრამ ერთს მეორეზე ხონდა ეს ხელი გადახვეულ. კუჩაში გაგვაკვირდები ეგრე. აი ეგრე რომ აი მე მაგალითად მგონია რომ ეს რაღაცებს ვერ ვამჩნევ, იმიტომ რომ არც უყურებ ხოლმე აი. ბიჭო არ უყურებ რა იქ ვიყავი ბიჭექი უცვამდი რაღაცა და დაჟე რაღაცა ხო რაღაცა თვალში ისეთი მომხვდება რომ შეიძლება აი არც დაუფიქრდები იმდენად სხვანაირად ისე გადავიდან ყურადღებას რაღაცას ხო საერთოდ არ ვახსენე ხომ ყურადღებას. ვისაც რა უნდა ისაკეთოს. აი სუფეხებზე არ მაინტერესებს. მეც არ მაინტერესებს. პოსტა თქვი თემიდან გამომდინარე ვახსენე. ხო მე სუფეხებზე მგიდი. მეგობრებო, მე მაინტერესებს. არ მაინტერესებს. აბა, მე შენ ძმაკაცებს ვიღაცაებს ვიცნობ, რომელიმეზე ეჭვი ხო არ გაქვს? რაღაცეზე. შენ ამე კონკრეტული ისი შემოძვალო რა. გიორგი. არა, მაინც რა ვიხს, რა ძმაკაცოშია ვიღაცაო გარეულიაო ძმაო და პადელს ამასთან ერთად თამაშობდა, რა თუნდა ეს? პადელს ვის თამაშობს ხოციო? 80%? მე და შალიკა ვართ მე დოკეები. ერთად არ გვითამაშია ხო მე და შენ არასდროს. ერთად არ გვითამაშია. სულ ერთად წინააღმდეგ თამაშობთ ხოლმე პადელს. ეგრე არის პადელი. მე და ის ვარ ხოლმე. ბიჭო ერთხელ იყო რომ მე და აჩი ვარ ხოლმე. ეს აჩიანი და მე და მამა და ერთხელ იყო რომ ფეხი გადაიტრიალა და მე მეგონა всё იმენა და პოსტა იდგა ტიპი და მაინც წავაგეთ. აი ის მოხოზე რა ხო იცი ეს. აჩიკო რა თამაშობს და მაგით. აჩი ორ გათამაშობს. მამაინც რა თამაშობს. ახლა კლასიკურად თქვა ჩემ. თვითონ ზოგადად თავდაბალი არ მამაინც კარგად თამაშობს აჩიკოც და მე ბოლოს მე ის რა ქვია კვარა გამოცვალა რა. ხო. აჩისეული ბრო ხო და კაკო მოიყვანა ხო და ის რა ქვია ბიჭო კაკო კარგად თამაშობს მაგრამ აჩი რომ დაინახეთ ყო აურამ დააგდო არ უთამაშე მაგდას კარგად ვაფშე ხო მაგრამ კაკომ ვაფშე ვერ ითამაშა კაკომ ვაფშე ვერ ითამაშა აჩემ ცუდად არა ის სხვათა შორის იმ სტატისტიკას მგონი გავამართებთ ახლა ისეთ თემაზე გადავედი ხო მე მაგით ვიბის საქმე და ნელ-ნელა ჯობია რომ ბოლოსკენ წავიდეს გაგრე მგონია მაგარი ფრაზა იყო კვარა შეცვალა კაკოთი ძალიან კაი კვარა შეცვალა კაკოთი კაი, მეგობრებო. აუ, პადელია კაი სპორტია. აი, ხო, მაგას გიორგი დავასრულებ. პადელს წადით სათამაშო. იმფერები მაგას. თავი დარტყმის დროს არ დაგეყვიროს. ზმერბას მეგობრებო. სანამ კურესაზე საუბრობს ჩემი ორი გვერდში მდგომი ადამიანი. პადელზე და ესეთ რაღაცებზე კაი ხურო. ხო, პადელი კაი სპორტია და ზოგადად სპორტი შეუძლებელი იყოს ცუდი. ხო, რა, ფეხბურთი თამაშობ პადელს რომ დიდი ამბავი. ხო. ჩალი, დიდი მადლობა. პადელს უთამაშობ რა. ძალიან ვარ და იმას უთამაშობ, არ ვარ გეი. სადაც მინდა იქნები გეი. კომარსებში. ჩვენ მაგრა გაგოშავენ ბოლოს ისეთ თემებზე საუბრობთ. ძალიან ცუდად არის. ჩემი ნება არის, სადაც მინდა, რასაც მინდა იმას ვიზავ. მოკლედ, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ბიჭო, შეუწია რომ გაუტევს მიკროფონი გაუთიშოთ რა. შეიძლება. მარტივად და კარგად. დიდი მადლობა რომ გესწრებთ. სანამ ჩართო გეუდიშავ, სანამ იმოვის მიკროფონი როგორ ირთვება. დიდი მადლობა რომ იყავით დღეს ჩვენი სტუმარი. ძალიან კარგი სახალისო გადაცემა გამოგვივიდა და შევარჭო ფეხავ და მოვა. მარტო შერჭობაზე ფიქრობს, როგორ ხედავთ გოდიშა, სხვა არაფერი აინტერესებს. მეგობრებო, თქვენს დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და იაქტიურეთ კომენტარებში და მომავალ შეხვედრამდე. ელტონ ჯონი ჩამოყავთო სხვათა შორის. რიკი მარტინი. რიკი მარტინი ჩამოდის.